ნანა გოგოლაძეა ჩვენთან ერთად სრულების კოალიციიდან ნანა დილამშვიდობისა მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად თქვენი კოალიციის ორი ლიდერი უკვე ციხეშია და ერთს გაუყენებენ ციხის გზას ნიკა გვარამიას აშკარა ძალიან უცნაური იქნება გვარამიები არ დაიჭრონ არ ველოდები ასეთ სიურპრიზს არ ველოდები რეჟიმის მხრიდან როშ გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასება მათ შორის და ვისაუბროთ იმაზე როგორ უნდა იფუნქციონიროთ თქვენ ასეთ პირობებში დილამშვიდობის მივესალმები მაყურებელს უბრალოდ მოვდიოდი გზაში ვფიქრობდი რომ დილით როდესაც მიდიხარ მორიგი პატიმარზე სასაუბროთ რომელიც არის რეალურად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამ შემთხვევაში და რომელიც ფორმალური წესითაც კი არ დააკავეს ხო ფორმალურობასაც არ დაელოდნენ 12 საათი ვერ მოითმინეს რომ სასამართლო 2 საათზე იყო ჩანიშნული და სასამართლოს გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა აი ამ ფარსით პრინციპში მაშინ მოეხდინათ ნიკას დაკავება ამასაც ვერ დაელოდნენ და უბრალოდ ტყიდან გადაცემაში მიმავალს ჩაუსაფრდნენ რამოდენიმე ათეული კრიმინალური პოლიციის მანქანა ტყეში დამალულები გააჩერეს ფორმალური მიზეზით რომ თითქოს ამოწმებდნენ დაბურულ მინებზე რადგანაც გადასცეს რომ ობიექტი მანქანაში იმყოფებოდა და ნიკას ახლა ედავებიან პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. ეს კიდევ უცებ რა მოიზარდნენ, ანუ პატრულმა გააჩერა დაბურული შუშები დაინახა მელიას მანქანაზე, გააჩერა დაეჯარიმებინა, მელიამ ამ დროს მათ გაუწია წინააღმდეგობა, აგინა პატრულის თანაშრომლებს და ამ დროს ეს ციდან ჩამოცვიდნენ უცებ 100 პოლიციელი და მათ შორის თბილისის პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობა ადგილზე იყვნენ და შეიპყრეს მელია და გადაიღო. საოცრება არის. თან მიყვანილი ყავდათ ის დაკავების ეგრეთ წოდებული სამარშრუტო ტაქსები, სადაც ადამიანებს აწამებენ. რეალურად მოგლიჯეს ყველა კამერა მის თანხლებს მანქანებში ყველაფერი და ეს ისეთი ადგილია მოსახლეობასაც მინდა დაბურვის გამო თუ დაწერეს ჯარიმა ნეტა ეგ დაავიწყდათ სავარაუდოდ ხო რის გამო გააჩერეს გადამოწმების მიზნით გაიჩე ხო ეს წარმოუდგენელი ანუ ფორმალური ფარსიც აღარ სჭირდებათ რეალურად და ესეთ ქვეყანაში სადაც ესეთი რაღაცები ხდება იქ დიდი ხანია უბრალოდ მშვიდობა აღარ არის რა რეალურად როდესაც საღამო და დილა იწყება მორიგი უკანონობით ამ შემთხვევაში იმ უკანონობით რომელიც ძალიან აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნიკას ისევე როგორც ზურაი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას და ასე შემდეგ, აბსოლუტურად გააზრებული აქვთ, რას დებენ, ხომ, რა აქვთ მათ გაღებული ამ ბრძოლაში და რა ფასად შედიან ამ ბრძოლაში და ეს არის თავისუფლების ფასი, ხომ, ყველაზე ძვირფასი. მაგრამ ძალიან ძიმია, იმიტომ რომ მსგავსი გადაწყვეტილება აზიანებს მათ შორის ქვეყანას და ავტომატურად აზიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ხა გუშინდელი გადაწყვეტილება და ფორმა, რითაც ეს გააკეთეს რეალურად, ეს მათი ძალის დემონსტრირება არ იყო, ახალი მინისტრის ძალის დემონსტრირება არ იყო. უნდა გავიხსენოთ ხა გუშინ დიტო სამხარაძემაც კი პოსტი მიუძღვნა ამ აბსოლუტურად ალოგიკურ ქმედებას ქართული ოცნების მხრიდან. არა და სხვა შორის უნდა ვაღიარო რომ მან ძალიან სადა ხა რა გამოვიდა აქ ის არის მაგრამ თქვა რომ თვითონ დააჭერინაო მელიამო თავიო მაგას იმიტომ არანაირი ლოგიკა და გამართლება არ აქვს რეალურად 12 საათში კაცი ჭერდა ფორმალური მიზეზი და 12 საათით ადრე ტყიდან იტაცებდეს 200 კრიმპოლის თანამშრომელი ხო აი ქართული ოცნების არგუმენტებითაც არ მართლდება ეგ ამბავი რეალურად და ნუ მოიგონეს რაღაცა თითიდან გამოწვეული 173 მუხლი ხო კიდევ ერთხელ და რატომ გააკეთეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეალურად და მოსახლეობას სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენ მეგობარ პარტიებს საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ უნდა ვუთხრათ რომ ეს რეალურად მათი ძალის დემონსტრირება კი არ იყო ეს იყო მათი უსუსურობის პრევენცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობის ნებისმიერი გამოვლინება მათი მართლობით მიღებული გადაწყვეტილების არ აღიარება ნებისმიერ ფორმაში და ამ შემთხვევაში ნიკა რასაც აკეთებდა ეს იყო სასამართლოზე არ მისულა რაც მათ შორის არ აღიარების ერთ-ერთი ნაბიჯი არის და არ თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა არის კიდევ მორიგ ჯერზე იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და მათი არალეგიტიმურობის დემონსტრირებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ აი რატო ეხა თქვენ ახსენეთ რომ ზურაი ჯაფარიძე უკვე დაკავებული არის იგივე მიზეზით რომ არის თანამშრომლა. საიდან მოდის ხომ ეს ყველაფერი რომ არც ზურა, არც ნიკა მელია, არც ნიკა გვარამია არ მივიდნენ თია წულუკიანის ღალატის და ანტიქართულ კომისიაზე, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს რომ საქართველოს დაადანაშაულოს მათ შორის, ხომ, რუსეთთან ომის წამოწყებაში. მთელი ეს კომისია და ფარსი და ეს სამარცხვინო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული
განხილული სცენარი თუ არ ვიცი, იმიტომ არის დადგმული, რომ ამ მიზანს ემსახურება რეალურად. იმ კონტექსტში, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და ცივილური სამყარო ადანაშაულებს რუსეთს იმისთვის, რასაც აკეთებს ის ახალ უკრაინაში. აი ამ კონტექსტში აკეთებს რეალურად ქართული ოცნება ამ ყველაფერს და აქედან დაიწყო ყველაფერი, რომ მათ უბრალოდ ამ კომისიის მიერ ტელეფონის ზარებს არ უპასუხეს. ხო, ძალიან სასაცილოა და ზურას უკვე მიუსაჯეს, შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიება, დღეს იყო ნიკას პროცესი, შვიდში არის ნიკა გვარამიას პროცესი რეალურად და აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. და ნახეთ როგორი დადგმული იყო თან ყველაფერი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებს რო უთხრეთ, კიდე რო უთხრეთ გუშინდელი გატაცება, რატო არ იყო დაკავება ამ შემთხვევაში. ერთი დღით ადრე პროკურატურა რეკავს სასამართლოში, ჩაანიშნულ სხდომაზე ითხოვს გადადებას, იმ მიზეზით, რომ თურმე პროკურორები რაღაც ტრენინგზე არიან. მერე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ სხდომა გადაიდოს ორშაბათამდე, სასამართლო ამაზე უარს გვეუბნება და ნიკას ჩასაფრებით იტაცებენ, ხომ? იმიტომ იყო ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და მოგებული. თუ რას ტრენინგზე მიდიოდნენ, რომ ეს სასამართლოს სხდომა არ ჩატარებული იყო. ან მათ არ უნდათ, რომ მოდეს თქვა, მელია იმ ადგილას დაეჭირათ, სადაც მელია შეარჩევდა. ნამდვილად, და სადაც იქნებოდა ბევრი ხალხი, უბრალოდ მე მოსახლეობას მინდა უთხრა, სავარაუდოდ ახალმა მინისტრმა თავისი უსუსურობის პრევენცია მოახდინა, იმიტომ არ იცოდა რა პოზიციონირებით ვიქნებოდით, ალბათ ჩვენ წარმოდგენილები იქნებოდა აქ ძალის გაწევის მცდელობა, ხო, რაღაცა წინააღმდეგობის უფროსწორი და ასე შემდეგ, მაგრამ ნიკას გაცხადებული ქონა თავიდანვე, რომ ის სასამართლოს სხდომაზე არ მიდიოდა, მათ შორის იმ მოტივის და იმ მიზეზის გამო, რომ იქ რაიმე ტიპის ესკალაციას არ ქონოდა ადგილი, იმიტომ რომ როგორც სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები დაწყებული, ასევე იქ მობილიზებული პოლიციის თანამშრომლების ერთადერთი ამოცანა არის ძალადობა, ანუ ძალადობენ ყველაზე, ვინც უბრალოდ სასამართლოს შენობაში შედის ამ შემთხვევაში და ამიტომ არ მიდიოდა ესკალაცია არ უნდათ, მაგრამ ასევე ისინი ხედავდნენ, რომ ამ პერიოდში ჩვენ ოფისში მობილიზდებოდა ჩვენი პარტიის რეგიონალური ოფისების თავმჯდომარეები, წარმომადგენლები, ჩვენი წევრები და ძალიან დიდი იყო შედინება ჩვენს პარტიულ ოფისებში რეალურად და მობილიზება ნიკას მხარდაჭერის მიზნით და შესაბამისად როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას მოჰყვება ხოლმე რაღაცა ესეთი პროტესტის და წინააღმდეგობის გარკვეული ტალღა, დიდი ალბათობით აი ეგ თავიანთი უსუსურობის პრევენცია მოახდინეს ამ შემთხვევაში, უსუსურობის პრევენცია და აი ესე ყველასგან მალულად იქ სადაც არც კამერები არ არის მათ შორის გზაზე და როგორც გითხარით, წაიღეს ყველაფერი, მანქანის კამერებიც მოგვლიჯეს და უბრალოდ ტყეში იყვნენ ჩასაფრებულები, ანუ გზაზეც კი არ იდგნენ, ტყეში იყო კრიმპოლის თანამშრომლები. ხო, ამას ხო დაჭირდა რამხელა რესურსი, ხო? 100 ადამიანი, რამდენი მანქანა, რამდენი ადამიანი. ანუ ეს ხალხი მოშორდა იმას, რაც მათ რეალური დანიშნულება არის, თუნდაც ხელფას იღებენ დანაშაულთან ბრძოლას. ანუ ქვეყანაში კრიმინალი ყვავის და ორგანიზებული დანაშაული ყვავის, ქურდული მენტალიტეტი ყვავის, ამას აშორებენ რესურსს და ამ ხელა რესურსს მიმართული იმისკენ, რომ ნიკა მელე დაიჭირონ. ხო, თქვა და ისე როგორც მათ აწყობს სპეციალურად პოლიტიკური ამოცანებისთვის, ხო, ეს ხო არ არის მარტო დანაშაულთან ბრძოლა. არა, ეს მე გავკვირდება, რატო ხდება ამდენი დანაშაული, ხო, ძალიან საინტერესო არის, რომ შსს ახალი მინისტრი გელა გელაძე იჭერ, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის შაშკინის მოადგილე იყო, მეტი რა ნაციონალური ყოფილიყო. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იჭერს. მიშა სააკაშვილმა კითხვა სხვა შორის ჩვენო დაბალ თანამდებობაზე, არანაირი დაბალი თანამდებობაზე არ მუშაობდა. ეგ იყო ყველაზე ცუდი ნაწილი იმმართველობის მაშინ. ანუ კი იმმართველობაში იყო კარგი მიმართულებები, რეფორმები სადაც გაკეთდა, იყო ცუდები და აი ცუდის ნაწილი იყო გელაგელაძე ნამდვილად. შაშკინის და შაშკინის გაკეთებული რეფორმების განათლების სამინისტროში. და ეს იყო ის მაღალჩინოსანი ნაციონალური მოძრაობის იმ სისტემის, რომელიც იჭერს ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მელიას, რომელსაც მართლობის დონეზე არანაირი შეხება არ ქონია წინა ხელისუფლებასთან, ხო? ესეც ხო ქართული ოცნების აი მორიგი ფარსის, ტყუილის, აღვირახსნილობის რეალურად ერთ-ერთი გამოვლინება არის ამ შემთხვევაში. ეხლა ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ რეალურად თანამშრომლობის პოლიტიკას ვაგრძელებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მეგობარ პარტიებსაც და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებსაც მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ინსტრუმენტი რაც ოპოზიციურ პარტიებს ჯერ კიდევ შემორჩენილი გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არსებობთ ოპოზიციური პარტიები, ესეც დროის ამბავი მგონია, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე აქტორის მხრიდან, ეს იქნება პარტიული აქტორი თუ სამოქალაქო ტიპის აქტორი მოხდება რაიმე ფორმით, მათი ქმედებით, ამ რეჟიმის და მოცემულობის ფორმალიზება და ნორმალიზება, რასაც ისინი ელოდებიან და მათ შორის იქნება ეს არჩევნებში შესვლა, რიგით კომისიებზე მისვლა თუ ასე შემდეგ, ერთადერთი ინსტრუმენტი ჩვენ წინააღმდეგობის გაწევის და ბრძოლის თუ ამბობენ, აი
რა იქნება ბრძოლა. არჩევნებში თუ არ შევედით, მაშინ რა ველზე ვებრძვით ქართულ ოცნებას. რა გრჩება ინსტრუმენტი? ინსტრუმენტი გრჩება ის, რომ ვაგრძელებთ მათთან არ თანამშრომლობის ყველა გამოვლინებას. მე მგონი, ცე გუცვად მე კითხო მგონი პირიქით გას. ანუ ისინი ამბობენ, აი ბოიკოტში რო გადიხართ და მერე რა შევით და თქვენ არჩევნებში იღოთ მერე რა შევით. ზუსტად. აი მე იგებთ ამ არჩევნებს თუ სამართლიანი წესებით აიძულებთ ხელისუფლებას არჩევნებში თუ რა ტიპის დადგმაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა რა ტიპის წარმოდგენა არის ეს რომ ვითომ არჩევნებს ვატარებთ აი კარგი არჩევნები გვაქვს და საკრებულოებში მე იქნება ფრაქციები და ფრაქციებიც ვერ იქნება ირაკლი ფრაქციებიც ვერ იქნება რა თქმა უნდა ანუ ისეთ მინიმალურ რაოდენობაზე არის საუბარი რომ ის პარტიები რომლებსაც გაცხადებული აქვთ არჩევნებში მონაწილეობა ამ ეტაპზე და ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება აქვე ვიტყვი და იმედია შეცვლიან ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა არის ქვეყნის და პროცესის ღალატი პირდაპირ ვიტყვი და ყველა ჯერზე გავიმეორებ ვინც ამ პოზიციას გააცხადებს და იმას აუცილებლად იმან იმ პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს და სწორედ აღნიშნეთ რომ აი ამ პირობებში როდესაც არანაირი ფორმალური და სამართლებრივი საფუძველი აღარ სჭირდება ქართულ ოცნებას იმიტომ რომ უბრალოდ გაიტაცოს ადამიანები და დაატყვევოს არ სჭირდება ამ პირობებში ვინმე რო გვაჯერებს კიდევ რომ რაიმე სამართლიანი შედეგის დაყენება შესაძლებელი არის ეს არის თანამონაწილეობა იმ რეჟიმის ფორმირებას. ანა, თან ჩვენ ახლა ვისმენთ ხო პირდაპირ თქვა კობახიძემ რომ ავკრძალოთო, ანუ იყო ნაციონალურ მოძრაობაზე, ცვლილების კოალიციაში შემავალ პარტიებზე, ძლიერი საქართველოსზე და ლელოზე და გახარიაზე. 4-ვეზე ვინც მათი დათვლით გადალახა ბარიერი, 4-ვეზე თქვა ეს უნდა ავკრძალოთო და გახარეს პარტია იძახის რომ ჩვენ მაინც მივიღებთ მონაწილეობას და ანუ გაუგებარი ისინი გეუბნებიან რომ უნდა აგრძალოთ, გაგაქროთ და სად მიდიხარ მაშინ ხო? არ უნდა ვაღიარო რომ ამ ხრივ მე გულწრფელად მე არ ვარ რაღაცა დიდი შეთქმულების თეორიების მომხრე მე მგონია რომ გახარის პარტიაში არის ხალხი ვინც მომწონს გულწრფელად რო თქვა არის ხალხი ვინც არ მომწონს და არის ხალხი ვინც არასდროს არ მომეწონება მაგრამ ამავდროულად მგონია რომ ამ პოლიტიკურ შეცდომა არის რასაც ისინი აი ხედვის თვალსაზრისით ახლა აკეთებენ მარტო შეცდომაც აღარ არის ეს დანაშაული არის ირაკლი რეალურად არასდროს ხედავენ საკუთარ ადგილს აშკარად რაღაც თავის თავზე აქვს რაღაც მანჩურის გახარეს თავის თავზე აქვს რაღაც წარმოდგენა რომელიც არასწორი არის ამ წუთას ეგოცენტრული არის ეს პოზიციონირება პარტიულმა ეგოცენტრიზმმა ხშირ შემთხვევაში და პოლიტიკოსების ეგოცენტრიზმმა ნაწილ შემთხვევაში სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად მოგვიყვანა იქამდე სადამდეც მოგვიყვანა და დღეს თუ რამის დრო არ არის პარტიული ეგოცენტრიზმის დრო არ არის იმიტომ რომ არჩევნებში შესვლას დღეს ამოცემულობით ბუნებაში არ აქვს ლოგიკური და რაციონალური არგუმენტი არ არსებობს ეგეთი არგუმენტი რეჟიმის პირობებში რისთვის შედიხარ რომელი ქალაქების მოსაგებად შედიხარ ვინ დაგითმობს არჩევნები სადღა ტარდება არჩევნები ამ ქვეყანაში დიდი ხანია აღარ ტარდება თვითმმართველობის არჩევნები თან სადაც მოქალაქეები ფრუსტრირებულები არიან გინიშნავს არალეგიტიმური პარლამენტი და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი CSKO იგივე წესით გიტარებს არჩევნებს პოლიტიკური პატიმრები ციხეში გყავს მეგობარი პარტიების და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არიან გემუქრებიან პარტიები საკრძალოდ და აი ამოცემულობაში შენ მოსახლეობას ატყუებ ქართულ ოცნებასთან ერთად რომ თურმე რაიმე ქალაქების წამოღება და მოგება არის შესაძლებელი გახარეს პარტიას გახარეს პარტიის ვერც ერთი წევრი ვერც ერთ საკრებულოში ვერ იტყვის არ არსებობს ეგეთი შემთხვევა და პრეცედენტი რომ მათ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაზე თვითმმართველ დონეზე მოახდინეს რაიმე ტიპის გავლენა. აი ეგ არგუმენტიც არ არსებობს, რომ მაგისთვის შეხვიდე არჩევნებში და რაზე უნდა ილაპარაკონ წინასწარ არჩევნებს ძალიან მაინტერესებს გასაკეთებელ გზებზე და გასამწვანებელ ქუჩებზე, თუ რაზე საუბრობენ მართლა მაინტერესებს არჩევნების წინ, როდესაც ქვეყანა არის მიტაცებული და ის ძირითადი ინსტრუმენტები და ინსტიტუტები აღარ არსებობს ქვეყანაში, რაზეც დგას ადამიანების თავისუფლება უბრალოდ სასამართლო სისტემა აღარ გაქვს და მართლმსაჯულება აღარ გაქვს ამ ქვეყანაში, წარმომადგენლობითი ინსტიტუტები აღარ გაქვს და აღარაფერი აღარ გაქვს და ფორმალურადაც აღარ იწუხებს ქართული ოცნება თავს რომ რაიმე შეფუთვა მოახდინოს და ითამაშოს გეუბნება რომ აბსოლუტური იზოლაციის გზაზე არის აღარ სჭირდება მას დასავლეთთან თანამშრომლობა ამას გეუბნება და აქეთ გეუბნება რომ ყველაფერი ჩემ ხელში არის და ამ ქვეყანაში ყველაფერი მემორჩილება მე ამ შემთხვევაში ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილზე არის ხომ საუბარი ანუ უბრალოდ ინსტიტუტები ამ ქვეყანაში მოქალაქეებს აღარ ემსახურებიან და ერთს ვიტყვი აი მოდი მეორე მხრის არგუმენტებიც გავითვალისწინოთ ვიღაცები წერენ ხო რომ აი ბევრად უფრო დაასუსტებს თუ არჩევნებში მარგინალიზებას გამოიწვევს ოპოზიციური პარტიების თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და შესაძლებლობა არისო რომ ამორჩეულთან იმუშაონო ეს შესაძლებლობა არის რომ ფორმაში იყონო ხო
აი ამ ყველაფერს პასუხი რა შეიძლება იყოს? აი მარგინალიზების ნაწილზე განსაკუთრებით. როგორ გააგზავნა ხე ეს არის კითხვა, რეალურად მართლა არის ეს კითხვა. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ სხვა ტიპის ორგანიზმად უნდა გადაკეთდეს პოლიტიკური პარტია. არჩევნებში ბოიკოტის რეჟიმში ყოფი პარტია არის პარტია აღარ არის, რაღაც სხვა არის. აი რა არის ეს რაღაც სხვა? რადგან უნდა გადაკეთდეს? ძალიან რთულია. მოსახლეობას აქვე უნდა უთხრა რა. არ ვიცი როგორი წარმოდგენები აქვს ხოლმე პარტიულ ფუნქციონირებაზე და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ პარტიაში საქმიანობენ. ძალიან რთულია, იმიტომ პარტიები ცხოვრობენ არჩევნებიდან არჩევნებამდე, ხომ? და მათი არსებობის ძირითადი სივრცე, არსებობის წარმომადგენლობითი ინსტიტუტები არის, ამ შემთხვევაში იქნება ეს პარლამენტი და საკრებულოები. და ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიების მხრიდან მიიღება, რისი შედეგიც არის ის, რომ ამ წარმომადგენლობით ორგანოებში არ იყო და პირობითად დათმო საპარლამენტო მანდატები თუ უარი თქვა დაფინანსებაზე, არ შეხვიდე მორიგ არჩევნებში, არ იყო აი ამ ცოცხალ პროცესში რეალურად და არ აფუნქციონირო ამ მიმართულებით პარტია, ბუნებრივია ეს არის კრიზისი და გამოწვევა პარტიისათვის, მაგრამ როდესაც დღევანდელი მოცემულობით, რომელიც არ გავს არაფერს ამ შემთხვევაში ქვეყანაში, არ გავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისტორიულ არჩევანზე გვათქმევინებენ უარს, აქეთკენ მიყავთ ქვეყანა რეალურად, სრული იზოლაციის გზაზე არის, რაც არასოდეს არ ყოფილა ქვეყანაში და დასავლეთიდან უბრალოდ უნდა ამ ქვეყნის გათიშვა და ამ ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები აღარ არსებობს და დარღვეული აქვს და შელახული აქვს თავად ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეს ფუნდამენტური უფლებები ამ შემთხვევაში აი რომელ არჩევნებზე არის საუბარი და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ პარტიული ამოცანები კი არ გვიდგას დღის წესრიგში, ხო? ზეპარტიული ამოცანები გვიდგას დღის წესრიგში, რომ ის სივრცე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და სამშობლო გვქვია, ის სივრცე გადავარჩინოთ. ეს არის მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში და არ ვიცი, ან ჩემთვის ბუნებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს არგუმენტი გარდა იმისა, რაც მოსახლეობას ალბათ პირდაპირ უნდა უთხრან მაშინ, რომ ყავდეთ მუნიციპალიტეტში თითზე ჩამოსათვლელი დეპუტატები, თითზე ჩამოსათვლელი ფრაქციებზე არ არის საუბარი, ისე გადააკეთეს თვითმმართველობის კოდექსი ამ შემთხვევაში და საარჩევნო კოდექსი, რომ უბრალოდ ფრაქციასაც ვეღარ გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, ისი არის ზღურები აწეული. ყავდეთ 800 ლარზე. მქონია ამას რას ნიშნავს საკრებულოს წევრობა? კი, ეს არის ადგილობრივი რაიონში ამბიციის მქონე ადამიანს უნდა რომ გახდეს საკრებულოს წევრი, მე იქ ადრე იყო რომ ფრაქციას თუ გააკეთებდეთ ფრაქციის ფული, იმას გაყოფა მოხდეს 300 ლარი, 100 ლარი შენ. ზუსტად მაგაზია არის საუბარი. ამაზე არის ლაპარაკი. რო ამბობენ რომ ჩვენს პარტიაში შეგნით რა უთხრათ, ამაზე არის ლაპარაკი. სხვა რამეზე კი არის ლაპარაკი, რომ ის ფრაქციის ფული რო გაიყოფა 2-ზე და კიდე გამრავლდება 3-ზე და 6 თვეში ერთხელ რო აიღებენ და გადასცემენ ვიღაც, აი ამაზე არის ლაპარაკი. ქართული ოცნება მეტს კი არაფერს არ აკეთებს ირაკლი. ქართული ოცნება მეტს კი არაფერს არ აკეთებს. იგივე ფინანსური რესურსებით ყვებავს თავის განშტოებებს ამ შემთხვევაში. და თუ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიას და მის წარმომადგენელს არაა გააზრებული, რომ 600 და 800 ლარი კი არ არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში, აი 3-4 თვე უნდა გავუჭიროთ. ხალხი პარტიებს არც გამოადგება. რეალურად არც ამ ბრძოლას არ გამოადგება. მაგ პარტიული თანამდებობებიდან უკეთესი იქნება ალბათ. მადლობა ძალიან დიდი ანა გოგოლაძე იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობდით მათ პარტია, რა ვიცი, ექსორია ქმნილარი შეიძლება იქნას. ძიმედ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ დარწმუნებულია რომ რაღაცა გამოსავლებს იპოვით ამ კუთხით.